მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ თინი ბასილაია, შინაგანი ძალის ექსპერტი. და ჩემი მისია არის, რომ მილიონობით ადამიანს დავეხმარო თავისი შინაგანი ძალის პოვნაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აბა ნახოთ თუ ისმის ჩემი ხმა კარგად. აი, კეთი შემოგვიერთდა, ესე იგი შევაიში ვარ. გამარჯობა, კეთი, საღამოშვიდობისა. აბა მომწერეთ, ვინ შემოგვიერთდით, ვინ ხართ და რა თქმა უნდა ვაზიარებთ ამ ვიდეოს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს დღევანდელი Facebook ჩართვა და ბევრი ადამიანისთვის იყოს ეს თემა და აი ამ თემის განხილვა ძალიან სასარგებლო. მომწერეთ, აბა ვინ ხართ ჩართულები. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. მომენატრა ძალიან Facebook live-ის გაკეთება და თქვენთან ურთიერთობა ამ ფორმით. აბა ველოდებით თქვენს კომენტარებს, რომ ნახოთ დღეს ვინ ხართ ჩართულები და ვაზიარებთ აუცილებლად მეგობრებთან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს. თამარი შემოგვიერთდა, გამარჯობა თამარ, ლალი შემოგვიერთდა, გამარჯობა ლალი. მაკა გამარჯობა მაკა. Hello Pedro, ჩემი უცხოელი კოლეგები და მეგობრებიც მიერთდებიან. თუმცა სამწუხაროდ დღეს ქართულად საუბრობ მარტო, ქართულად ვაკეთებ live-ს. გამარჯობა გიორგი, გამარჯობა ირაკლი. Hey. Hello Pedro. Today it's Georgian live. გამარჯობა ნინო. მინდა რომ იმისთვის რომ მაქსიმალური საინტერესო იყოს ჩვენი live-ი, უფრო ინტერაქციული სახეც რომ მივცეთ. მითხარით გამარჯობა ნინი. პირველ რიგში ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რომ პირადად აი თქვენს ცხოვრებაში რა შეხედულებები, რა წარმოდგენები გაფერხებთ ხოლმე საკუთარ თავზე და ხელს გიშლით, რომ იყოთ უფრო ბედნიერები, უფრო წარმატებულები და უფრო რეალიზებულად რომ მიგრძნოთ თავი. რა შეხედულებები არის, რა ფიქრები არის, რაც გაფერხებთ. გამარჯობა თამარა. დიდი მადლობა თამარ, გაიხარეთ. ნუ მომწერეთ, ასე ვთქვათ, თქვენ кейსებსაც გამოვიყენებ საუბრის დროს და ეს კიდევ უფრო მეტად სასარგებლო იქნება. გამარჯობა მედეა. გამარჯობა ხატია შემოგვიერთდა. გამარჯობა ნანა. მომწერეთ თქვენ შემთხვევაში რა წარმოდგენები არის ხოლმე, რაც ხელს გიშლით იმისთვის, რომ იგრძნოთ რამდენად მნიშვნელოვანი, რამდენად საინტერესო ადამიანი ხართ და ეს წარმოდგენები გაფერხებთ კარიერაში, ან პირად ბედნიერებაში, პირად ბედნიერების აწყობაში და უბრალოდ ეს გაფერხებთ და არ გაძლევთ თავისუფლების საშუალებას. წერეთ თქვენი მაგალითები და მე მადლობა. დიდი მადლობა სოფა, გამარჯობა ნინო. პირველ რიგში ვიტყოდი, რატომ გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო. მქონდა ძალიან საინტერესო სესია ჩემს კლიენტთან და სწორედ მისმა შემთხვევა, მისმა кейსმა გადამაწყვეტინა, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო. ეს არის თემა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვეხება რაღაც დოზით, ვიღაცას დიდი ხარისხით, ვიღაცას ნაკლები ხარისხით გააჩნია. და ეს არის ის, რასაც ძირითადად ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე, ვერც ჩვენ, ვერც ჩვენი მშობლები და მიუხედავად იმისა, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, ჩვენს თვითშეფასებაზე. სიტუაცია იყო ასეთი. ჩემი კლიენტი არის ძალიან წარმატებული ადამიანი, მუშაობს ძალიან წარმატებულ და კარგ კომპანიაში. და თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მას ჰქონდა განცდა, რომ ის არ არის საინტერესო ადამიანი და არ არის მნიშვნელოვანი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ აქვს ძალიან კარგი პოზიცია, მაგრამ ეს შიგნიდან რაღაცნაირად არ აძლევდა შინაგანად უფრო გახსნილი ყოფილიყო, უფრო თავისუფალი ადამიანებთან ურთიერთობაში, თავის კოლეგებთან ურთიერთობაში ამის საშუალებას არ აძლევდა ასეთ შეხედულებები. სიტყვაზე კოლეგებთან საუბრის დროს ის უფრო მეტად უსმენდა სხვებს და ნაკლებად საუბრობდა თვითონ. და როდესაც ამ თემას ჩავუღრმავდით, ესეთი რაღაც აღმოჩნდა და ძალიან საინტერესო და ზუსტად აი რაც აღმოჩნდა, ეს დაგვაფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ მშობლებს ჰქონდათ ძალიან გაცნობიერებული ურთიერთობა თავის შვილებთან და ყურადღება მიაქციონ თითოეულ თავიანთ სიტყვას, მოქმედებას, ურთიერთობას და დამოკიდებულებას შვილებთან
ურთიერთობაში. ჩემმა კლიენტმა გაიხსენა ესეთი სიტუაცია, საიდან მოდიოდა ეს განცდა, რომ არ არის ის საკმარისად მნიშვნელოვანი, რომ მისი დავუშვათ ის რასაც მოყვებოდა, რასაც გაუზიარებდა თავის კოლეგებს, ეს არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი, რომ ისინი რასაც ლაპარაკობენ, მას უნდა უსმინოს და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისი აზრი, თავისი სიტყვები. და მივედით ესეც სიტუაციამდე, რომ ბავშვობაში, როდესაც ის იყო პატარა, მერთხელ მივიდა მამასთან და ძალიან აღფრთოვანებული რაღაცას უყვებოდა. მამა იჯდა კომპიუტერთან და კომპიუტერს უყურებდა და უბრალოდ თავს უქნევდა, ყურადღებას არ აქცევდა. რომ ყოჩახ რაღაც სიტყვები, მაგრამ არც თვალებით კონტაქტი იყო, არც იმ აღფრთოვანების გაზიარება, რასაც მთელი გულით ბავშვი უზიარებდა, როდესაც პატარა იყო მას. და ამ მომენტში მან გაუცნობიერებლად ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, ესეთი რაღაც დაასკვნა, რომ ის არ არის პრიორიტეტული, ის არ არის მნიშვნელოვანი, მისი სათქმელი არ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი მამასთვის, რომ მამა რასაც აკეთებს, ის უფრო მეტად პრიორიტეტული და უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე თვითონ. და ეს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო ბავშვობაში, ზუსტად აი ამ დასკვნამ, ამ შეხედულებამ საკუთარ თავზე იმის გამო, რომ მამამ გაუცნობიერებლად ვერ გამოხატა ის ინტერესი, ის ყურადღება ვერ გამოიჩინა მის მიმართ, აი ამან ჩამოაყალიბა თვითშეფასება მასში, რომ ის არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი და ის რასაც ამბობს არ არის საკმარისად საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ სხვებსაც გაუზიაროს, რომ რასაც ის იტყვის, ის შეიძლება იყოს უგულებელყოფილი და დაუშვათ სხვების მიერ, სხვები არ დაინტერესდნენ და დაუშვათ სხვა რასაც ამბობს, ის უფრო მეტად პრიორიტეტული იყოს. და როდესაც ეს გავაცნობიერეთ, რა თქმა უნდა, თვითონ ამის გაცნობიერება მასში უკვე თავისი გარდატეხა მოახდინა, მაგრამ როდესაც ვიმუშავეთ, ის უფრო მეტად გათავისუფლდა და ის მიხვდა, რომ უბრალოდ მამამ გაუცნობიერებლად ვერ მისცა ის უკავშირი, რაც მისთვის იყო ძალიან საჭირო და მივხვდით, რომ ამ შემთხვევაში მშობლები, როდესაც ყურადღებას ვერ აქცევენ სათანადოდ შვილებს, ესეც გაუცნობიერებლად ხდება. მე ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ დაუშვათ რომელიმე მშობელი დავედანაშაულო, ან ვთქვა, რომ ვიღაც არ არის საკმარისად კარგი მშობელი. უბრალოდ აი ესეთი დეტალები ბავშვთან ურთიერთობაში, თვალების კონტაქტი, დაუშვათ რასაც ბავშვი გვიზიარებს, იმის თვის ყურადღების მიქცევა, გაზიარება, იმ ემოციების მიღება, აი ეს უკავშირი, როდესაც ვაძლევთ ბავშვებს, ისინი ხვდებიან, რომ ისინი არიან მნიშვნელოვნები, რასაც ამბობენ, ის არის საინტერესო, მნიშვნელოვანი და სწორედ ამ დროს უყალიბდებათ თავიანთი მნიშვნელოვნობის განცდა, რომ რასაც ისინი აკეთებენ, როგორებიც ისინი არიან უკვე მნიშვნელოვნები და ეს მათ ხასიათს და რა თქმა უნდა მათ ცხოვრებას აყალიბებს. წარმოიდგინეთ, პატარამ ესეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო დღევანდელ ასაკში 28 წლის არის 30 წლამდე არის ჩემი კლიენტი, დღევანდელ ასაკამდე ზუსტად ამ განცდით მოვიდა, რომ ის არ არის საკმარისად საინტერესო და მნიშვნელოვანი. და როდესაც ამას გაუცნობიერებლად ვიღებთ ხოლმე ესეთ გადაწყვეტილებებს, ესეთ წარმოდგენებს, შემდეგ ვეძებთ ხოლმე აი ამ მნიშვნელოვნობის განცდას სხვა ადამიანებისგან, რომ ეს მივიღოთ, რომ დავუშვათ ვინ ჩვენ დაინტერესდება ჩვენით, ჩვენ ხვდებით, რომ ისინი კარგები არიან და კიდევ უფრო მეტად გვინდა მათთან კონტაქტი და სულ მუდმივად ვეძებთ ამ მნიშვნელოვნობის განცდას, რომ სხვებისთვის იყოთ მნიშვნელოვნები, ან მოვყვათ, ან ვილაპარაკოთ იმაზე, რაც დავუშვათ სხვებისთვის იქნება საინტერესო და ამ დროს საკუთარ თავთან ვკარგავთ კავშირს, იმიტომ რომ გონია, რომ რაც ჩვენთვის არის საინტერესო და პრიორიტეტული, ის სხვას არ დააინტერესებს და ჩვენი პიროვნება არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი. ამიტომ აი ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობაში, რომ ჩვენი დამოკიდებულებით რა ფარულ შეტყობინებას ვუგზავნით მათ, როგორები არიან, რამდენად მნიშვნელოვნები, რამდენად საინტერესოა ის, რასაც ისინი ამბობენ. აი ამ თემაზე ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი მახსენდება. Mind Valley, ეს არის ძალიან წარმატებული საერთაშორისო კომპანია და მის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ვიშენ ლაკიანი, რომელიც თავის ინტერვიუში ყვება ძალიან საინტერესო მაგალითს თავის შვილთან ურთიერთობაში. სწორედ ძალიან ახლოს არის ამ თემასთან ეს ყველაფერი. გაზიარეთ მეგობრებო, რომ თქვენი მეგობრებით შემოგვიერთდნენ, სანამ ამ მაგალითზე დავიწყებდე საუბარს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ეს საჭირო და ეს თემები და ეს საკითხები
და მისი გაცნობიერება თითოეულ ადამიანს დაეხმაროს შვილებთან ურთიერთობაში და დაუშვათ თვითონ თუ ეს განიცადეს საკუთარ თავზე ამის გაცნობიერებაში და მისგან გათავისუფლებაში. და ვიშენი ესეთ მაგალითს ყვება, რომ ის მიდიოდა მანქანით და თავის პატარა შვილი ყავდა მანქანაში, რომელმაც რაღაც კითხვა დაუსვა და რაღაც საინტერესებდა მამისგან რომ გაეგო. ამ დროს მას დაურეკა თავისმა ტელეფონმა და სამსახურიდან, თავის კომპანიიდან ვიღაც რეკავდა და მან თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი ზარი იყო. და მან აიღო ტელეფონი, უპასუხა და დაიწყო ამ თემაზე საუბარი თავის თანამშრომელთან და როდესაც გათიშა ყურმილი, ამ დროს მიხვდა რა გააკეთა. ანუ შვილს ამით რა ფარული შეტყობინება გადასცა, რომ საქმე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თვითონ ბავშვი. ანუ ესეთი ჩვეულებრივი ქცევა ხო, მამამ უპასუხა ტელეფონს და შვილს არ უპასუხა და უპასუხა დაუშვათ სამსახურის ზარს და ამითი ბავშვმა რა გადაწყვეტილება მიიღო და რა დაასკვნა, რომ მამასთვის არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი სამსახური ვიდრე მე, ანუ ის უფრო პრიორიტეტულია ვიდრე მე. და შემდეგ ამბობს, როგორც კი ეს გავაცნობიერე, მე გავაჩერე მანქანა და უთხარი ჩემ შვილს, რომ ის არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის. რა თქმა უნდა, სამსახურის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არი იყო უბრალოდ ისეთი, რომელსაც ვერ გამოტოვებდა და უბრალოდ 2 წუთის განმავლობაში ეს საქმე მოაგვარა და ეხლა მზად იყო, რომ მთელი ყურადღებით მისი შვილისთვის მოესმინა და ის კითხვები, რაც მას ჰქონდა, მიეღო და ეპასუხა. ანუ ამითი რა გააკეთა, თავის შვილს დაეხმარა, რომ სწორი დასკვნა გამოეტანა საკუთარ თავზე და არ ეფიქრა, რომ ის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე სამსახური. და თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოვიდან, შეიძლება დავაკვირდეთ, რომ ზოგჯერ სამსახურს ან დაუშვათ მეგობრებს, ან სხვა ადამიანებს, ან სტუმრებს, ან მეზობლებს ზოგჯერ გაუცნობიერებად უფრო წინ ვაყენებთ ხოლმე ვიდრე ბავშვებს და ამ დროს ბავშვები ღებულობენ გაუცნობიერებად ესეთ შეტყობინებას, რომ ისინი დედასთვის ან მამასთვის უფრო მეტად მნიშვნელოვნები არიან ვიდრე მე, ანუ მე არ ვარ საკმარისად მნიშვნელოვანი და მე რაღაც უნდა გავაკეთო, რომ მნიშვნელოვანი გავხდე. და ამ დროს უკვე ბავშვი იღვიძებს იმის მოთხოვნილება, რომ მან დაამტკიცოს, რომ ის მნიშვნელოვანი არის, რომ ის კარგი არის, რომ ის ღირებული არის და აი სწორედ ამის დამტკიცების მოთხოვნილება უჩნდება მას გაუცნობიერებოდ, რომ ეს ყურადღება სხვა გზებით მიიღოს მათ. არის კიდევ ესეთი ფრაზები მშობლებისგან სიტყვაზე არაფრის გამკეთებელი არ ხარ, არაფრის მაქნისი არ ხარ, შენგან არავინ არაფერი არ გამოვა და ესეთი სიტყვები, ფრაზები, რომელიც გაუცნობიერებლად არის ხშირად წარმოთქმული, ან კრიტიკა, ან ბავშვის შედარება სხვა ბავშვებთან, თანატოლებთან, ან კლასელებთან, ეს ძალიან დამანგრეველი არის ბავშვის თვითშეფასებისთვის და ამ დროს ბავშვები გაუცნობიერებლად ესეთ დასკვნებს გამოიტანენ ხოლმე, რომ სხვა ჩემზე უკეთესია, ან ჩემგან მაინც არაფერი არ გამოვა, ან მე არ ვარ საკმარისად კარგი და დიდი მადლობა თაკო და ესეთ დროს სიტყვაზე ეს ბავშვი როდესაც იზრდება, მას შეიძლება ქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი საზოგადოებისთვის, ან იყოს ძალიან ნიჭიერი და სურდეს, რომ თავისი ნიჭი გამოხატოს და ადამიანებისთვის იყოს საინტერესო, საჭირო და თავისი ნიჭი დაეხმაროს თავის ქვეყანას ბევრ ადამიანს, მაგრამ თუ შინაგანად აქ ესეთი წარმოდგენა, რომ ჩემგან მაინც არაფერი არ გამოვა, მე არაფრის მაქნისი არ ვარ, ეს წარმოდგენები არის ძალიან ძლიერი და შეიძლება ამ წარმოდგენებმა გაუცნობიერებლად გადაწონოს და იმ ადამიანს უკვე ზრდასრულს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის შეიძლება ის იყოს 30-ის, 40-ის, 50-ის. ჩვენ აი ესეთი ბავშვობაში მიღებული ესეთი დასკვნები და გადაწყვეტილებები გვმართავს. აი ამ დასკვნებმა და წარმოდგენებმა საკუთარ თავზე შეიძლება შეგვაჩეროს და არ მოგცეს თვითრეალიზების საშუალება და ის სათქმელი რაც გვაქვს იმის გამოხატვის საშუალება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის დამოკიდებულება, რასაც გაუცნობიერებლად მშობლები შვილების მიმართ გამოხატავენ. ბავშვები არიან ძალიან ფაქიზები და ძალიან ყურადღებიანები და ამ ყველაფერს იჭერენ და თავის ინტერპრეტაციას უკეთებენ. ამიტომ თუ დაუშვათ მივხვდებით, რომ მსგავსი რაღაც გაუცნობიერებლად გავაკეთეთ, ყოველთვის შეგვიძლია, რომ ბავშვი შევაჩეროთ და ვუთხრათ, ავუხსნათ, რომ მათ არასწორი ინტერპრეტაცია არ გააკეთონ. აი პირადად მე ჩემ მაგალითს გეტყოდით
როდესაც სარგმნი ხოლმე Byron Katie-ის წიგნს, ხშირად შემოდის ჩემი ძმა ჩემს ოთახში და მიყვება თავის სკოლის ამბებს და ზოგჯერ იმდენად ჩართული ვარ ამ პროცესში, მინდა რომ დავასრულო და შემდეგ გადავერთო რაღაც სხვაზე. და როდესაც დავუშვათ ვეუბნები გაუცნობიერებლად, რომ ეხლა თარგმნი და ცოტა ხანში მოგისმენ, ბევრჯერ დამიჭერია, რომ ანუ ეხლა მე რა ვქენის, ჩემი საქმე დავაყენე უფრო მეტად წინ, ვიდრე ჩემი ძმა და ამ დროს ჩერდები ხოლმე და ვეუბნები, რომ ნიკო, არ ვიფიქრო, რომ შენ ამაზე, ჩემ საქმეზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარ, უბრალოდ მე მინდა რომ ეს ეხლა დროულად დავამთავრო და მე შემიძლია მე შენ მოგისმინო. და ამ დროს ბოდიშ ვუხდი ხოლმე და ესეთი ხცევით, ესეთი ახსნით და საუბრით შეგვიძლია რომ დავეხმაროთ რომ არასწორი დასკვნები არ გამოიტანონ საკუთარ თავზე და სხვა ადამიანებზე, რომ ან მათი სათქმელი არ არის მნიშვნელოვანი, ან რასაც თვითონ ისინი არ არიან საკმარისად მნიშვნელოვნები, რომ აი ეს დასკვნები და ესეთ წარმოდგენები მათ საკუთარ თავზე რომ არ შეექმნათ. ესეთი წარმოდგენები თითოეულ ჩვენგან შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ ამას ძირითადად ვერტშობლები აცნობიერებენ ხოლმე და ძალიან გაუცნობიერებლად ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ზოგადად არ ჩვენ მშობლებს, არც მათ მშობლებს ამ ყველაფერს ან ისინი არ დადიოდნენ პიროვნული ზრდის ტრენინგებზე, საკუთარ თავზე არ მუშაობდნენ, რომ ეს ყველაფერი ასე გაცნობიერებულიყო და თავის სახელი დარქმოდა. ამიტომ თუ ჩვენ გვგრძნობთ ხოლმე, რომ გვმართავს მსგავსი შეხედულებები, კარგი ამბავი არის ის, რომ ყოველთვის შეგვიძლია მისგან გავთავისუფლდეთ. როგორც ჩემი კლიენტი გათავისუფლდა ამ შეხედულებისგან და მან იგრძნო შვება და ის მიხვდა, რომ ის მნიშვნელოვანია და უბრალოდ მამამ გაუცნობიერებლად გამოხატა ეს ნაკლები ინტერესი და ეს რომ მან პირადულად არ უნდა მიიღოს საკუთარ თავზე და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი, არ არის საინტერესო, ან მის სათქმელი არ არის საჭირო, ან საინტერესო. ყოველთვის შეგვიძლია ამაზე ვიმუშაოთ ჩვენ და გავაცნობიეროთ, გავთავისუფლდეთ და სპეციალური თერაპიული პროცესების დახმარებით ბოლომდე გავუშვათ ეს ყველაფერი და შევუერთდეთ საკუთარ თავს და ის ვინც ვართ სინამდვილეში ამასთან გქონდეს წვდომა და მოვახდინოთ თვითრეალიზება. ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ ხოლმე? უბრალოდ დავაკვირდეთ, რისი გაკეთება გვინდა და არ გამოგვდის. ეს შეიძლება იყოს ჩვენ საქმეში, ან პირად ცხოვრებაში, ან ადამიანებთან ურთიერთობაში, ან როგორი ურთიერთობა გვინდა გქონდეს, ან რისი გაკეთება გვინდა, ან საკუთარი თავის გამოხატვა როგორ გვინდა, ან რა კუთხით ვერ გამოვხატავთ, მაგრამ სურვილი გვაქვს და უბრალოდ ამ შემთხვევაში დავაკვირდეთ ჩვენ თავს და ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გვიშლის ხელს. და როდესაც ამას ვკითხავთ, პასუხი აუცილებლად მოდის ხოლმე ჩვენში და ამ პასუხის მიღება, ასე ვთქვათ, ნახევარი ამ პასუხის მიღება შეუძლია რომ ნახევარი შედეგი მოგცეს. ანუ ვაცნობიერებთ და სახელს ვარქმევთ, მაგრამ მე რა თქმა უნდა კიდევ უფრო ღრმად რო ჩავიდეთ ამ შემთხვევაში ძალიან კარგი არის რომ ფსიქოლოგთან ვიმუშაოთ და გავთავისუფლდეთ ბოლომდე რომ ამ შეხედულებებმა ჩვენ არ გვმართოს რომ ის წარმოდგენები რაც შეგვექმნა ჩვენ თავზე გავაცნობიეროთ რომ ეს არის უბრალოდ ის რაღაც წარმოდგენები რაც ჩვენ არ გვეკუთვნის რაც უბრალოდ შემთხვევით გაუცნობიერებლად მივიწებეთ დავიჯერეთ ოდესღაც მაგრამ ეს არ არის რეალობა და ეს არ ვართ ჩვენ და ის რომ გავაცნობიეროთ და მისგან გავთავისუფლდეთ ჩვენ მოგვეცემა საშუალება რომ საკუთარი თავი აი ამ შეხედულებების გარეშე გამოვხატოთ და ვიყოთ უფრო ბედნიერები, უფრო თავისუფლები, უფრო მშვიდები და უფრო მეტად თვითრეალიზებულები და რა თქმა უნდა წარმატებულები ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს იქნება კარიერა, პირადი ცხოვრება, ადამიანებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. მაინტერესებს ამ მომენტისთვის რაიმე შეკითხვები თუ გიჩნდებათ, რომ ვუპასუხოთ თქვენ შეკითხვებს და კიდევ უფრო მეტად საინტერესო და სასარგებლო იყოს ჩართვა. და ჩართა შუქს მეგონი ცოტა ამით ნამდვილად შევხედავ ჩემს მონახას რაიმე ხომ არ გამომრჩა სერაცნობენ ჩვენი შემოთავაზება არ დაუშვეს გავს შეცდომები. გაიხარეთ მარიამ. შეიძლება
ყოველი თაობის წარმომადგენელმა მოახდინოს ეს ცვლილებები საკუთარ თავში, უბრალოდ ამისთვის არის სურვილი, საჭირო და როდესაც ჩვენ ვიცვლებით, ეს უკვე სხვა თაობებსაც ეხმარება. მაგალითად, თუ უფროსი თაობის წარმომადგენელი ამაზე იმუშავებს, ეს შეიძლება თავის შვილს დაეხმაროს და თავის შვილის შვილს დაეხმაროს. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენი ცვლილებები აუცილებლად აისახება ჩვენი ოჯახის წევრებზე და ჩვენს გარემოცვაზე. თემა არის თვითშეფასება და როგორ ახდენს მშობლების დამოკიდებულება გავლენას ჩვენი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე და როგორ გავთავისუფლდეთ, როგორ ავიმაღლოთ ხელახლა ჩვენი თვითშეფასება. ასევე მინდა გაგიზიაროთ ჩემი მაგალითი, პირადი მაგალითი, ასევე ძალიან საინტერესო და ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც ამ თემაზე ვიმუშავე. ბავშვობიდან ზოგადად ძირითადად მამაჩემი ცდილობდა ხოლმე რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყავი. დავუშვათ სადღაც წასვლა იქნებოდა თუ რაღაცის გაკეთება, ძირითადად მიბიძგებდა ხოლმე რომ უფრო მეტად ჩემით გამეკეთებინა და დავუშვათ ჩემი წასულიყავი სადღაც და უფრო მეტად ჩემში ეს თვისებები ჩამოყალიბებულიყო და მე რომელიც ამას ვერ ვაცნობიერებდი, იმიტომ რომ ჩემ მებურ ინტერპრეტაციას ვუკეთებდი, ამას აღვიქვავდი რომ დავუშვათ მე დავუშვათ არ ვარ საკმარისად მნიშვნელოვანი რომ მამა დამეხმაროს ამაში და ჩემებურ ინტერპრეტაციას ვაკეთებდი ხოლმე რომ დავუშვათ ვერ ვხვდებოდი რომ ამას მამა აკეთებდა, იმიტომ რომ მე უფრო დამოუკიდებელი გამხდარიყავი და მე უფრო მეტად გავზრდილიყავი და ამას ჩემებურ ინტერპრეტაციას ვუკეთებდი. და სხვათა შორის რაღაც დოზით პროტესტებს იწვევდა ხოლმე და როდესაც ამაზე ვიმუშავე, ესეთი რაღაც გავაცნობიერე. სხვანაირად შევხედე მე ამას, რომ მამა დავუშვათ მაძლევდა დამოუკიდებლობას, რომ ჩემით მომეგვარებინა რაღაც საკითხები, არა იმიტომ, რომ მე ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიყავი, ან რაღაც მე მეხებოდა პირადად. არამედ იმიტომ, რომ ის მე მენდობოდა, რომ მე შემეძლო ძალიან ბევრი საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრა, რომ მე შემეძლო უფრო დამოუკიდებელი და გამხდარიყავი და უფრო მეტად გავზრდილიყავი და ეს როდესაც გავაცნობიერე, შემდეგ მამას დამივედი და გავუზიარე, მამა, შენ ამიტომ აკეთებდი და მამა მითხრა, რომ კი, ამიტომ აკეთებდი და როდესაც უთხარი ჩემი ინტერპრეტაცია ძალიან ბევრი ვიცინეთ, იმიტომ რომ მამა სხვა დატვირთვით აკეთებდა ამ ყველაფერს, უბრალოდ იმის გამო, რომ სწორი ფორმით მე ვერ გავიგე და მე ჩემებური ინტერპრეტაცია გავუკეთე ამ ყველაფერს. სანამ ამას გავაცნობიერებდი, ამ თემაზე ვიმუშავებდი, ჩემი შეხედულებები მქონდა საკუთარ თავზე, მამაზე და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი ამისგან გავთავისუფლდი, სხვანაირი დამოუკიდებლობა ვიგრძენი საკუთარ თავში, რომ ესე იგი მე მამა მენდობოდა, ანუ მე ვარ ნდობის ღირსი, ანუ მე შემიძლია ძალიან ბევრი რაღაც დამოუკიდებლად და ჩემით გავაკეთო. და ამას სხვანაირი ძალა მაპოვნა საკუთარ თავში და როგორც კი ეს გავაცნობიერე, ძალიან მალე ეს აისახა ჩემს კარიერაზე, ჩემს პირად ცხოვრებაზე, საკუთარ თავთან ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, მამასთან ურთიერთობაზე და ძალიან დიდი ძალა ვიპოვე ამის მიღმა. ამიტომ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენებურ ინტერპრეტაციას უკეთებთ ხოლმე ზოგჯერ მშობლების დამოკიდებულებას, ან მათ ზრუნვას, მათ დახმარებას, ასე ვთქვათ, ამის გამო ჩვენი შეხედულებები ცხოვრობთ ხოლმე, მაგრამ როდესაც მას ვაანალიზებთ, ამის მიღმა ძალიან დიდ საჩუქარს პოულობთ ხოლმე, ასე ვთქვათ, რაც პირიქით ჩვენ გზრდის და გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად დამოუკიდებლები და უფრო მეტად სრულფასოვნები ვიყოთ და ჩვენი თვითშეფასება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და ჩვენი ცხოვრებას გახდეს სხვანაირი და როდესაც ეს გავაცნობიერე, ვიგრძენი ძალიან დიდი მადლიერების შეგრძნება მამას მიმართ, რომ მამა მე ესე მენდობოდა და ცდილობდა, რომ ბევრი რაღაც მე დამოუკიდებლად მომეგვარებინა ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ აი ეს გაცნობიერება ძალიან დამეხმარა და შეიძლება თქვენს ცხოვრებაშიც იყოს მსგავსი დამოკიდებულება. და შეიძლება ამ მომენტში ვერაცნობიერებდეთ, რომ პირიქით ამ ურთიერთობის მიზანი სხვა იყო, რომ თქვენ გეპოვნათ საკუთარ თავში ეს ძალა, დამოუკიდებლობა და უფრო მეტად გაზრდილიყავით. ამიტომ შეიძლება ჩემი პირადი მაგალითი იყოს თქვენთვისაც საინტერესო, სასარგებლო და თქვენი პასუხები გაპოვნინოთ, ან თქვენ დაინახოთ საკუთარი თავი ამ მაგალითში, ამ სიტუაციაში, ამიტომ ესეც მინდოდა, რომ თქვენთვის გამეზიარებინა. ეხლა ვნახავ რა კომენტარები არის, თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ. ძალიან
და რაც თავარია, როდესაც ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ვაცნობიერებთ, ეს ჩვენს მომავალ შვილებსაც ძალიან ეხმარება. თუ ჩვენ ახლა შვილები ვყავს, ეს რა თქმა უნდა, ეს შვილები მათზე აისახება, თუ არ ვყავს, როდესაც ისინი დაიბადებიან, აღზრდის დროს ჩვენ უფრო მეტად ცნობიერები ხვდებით ხოლმე, ამიტომ ამ შეცდომებს მათთან ურთიერთობაში არ ვუშვებთ და ისინი იღებენ იმ დამოკიდებულებას, იმ ჯანსაღ დამოკიდებულებას, რაც იმ მომენტში მათ ჩვენგან ჭირდება და ისინი უფრო მეტად ძლიერები და უფრო მეტად წარმატებულები იზრდებიან და იღებენ იმ მნიშვნელობის განცდას, რაც ძალიან აუცილებელი არის, რომ მშობლისგან ბავშვებმა მიიღონ. მაინტერესებს კიდევ თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, სანამ ჩემს ლაივს დავასრულებდე. ან გაცნობიერებები, რასაც ცნობიერებთ, რა არის თქვენთვის საინტერესო, რის მოსმენა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, როგორ დაგეხმარათ, ან როგორ დაგეხმარებათ ეს ცხოვრებაში, რომ ესეც მოვისმინო, სტიმული იქნება, რომ მივხვდები, რომ რასაც საუბრობ, ეს თქვენთვისაც საინტერესო არის, მნიშვნელოვანი არის და გეხმარებათ. და იმ თავარი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მიზანიც ამ ლაივის არის ის, რომ გავაცნობიეროთ ის, რასაც ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე და ცნობიერების მიღმა რჩება, რომ ეს დამოკიდებულებები მშობლების ჩვენს მიმართ, რომელიც არის ზოგჯერ გაუცნობიერებელი, ჩვენს წარმოდგენებს აყალიბებს საკუთარ თავზე და თუ გრძნობთ, რომ გაქვთ ისეთი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ან თქვენ შესაძლებლობებზე, ან თქვენს პიროვნებაზე და ეს გაწუხებთ და არ გაძლევთ თავისუფლების, ან ბედნიერების, ან იმის გაკეთების საშუალებას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, ყოველთვის შეგიძლიათ, რომ ამისგან გათავისუფლდეთ და თქვენ თავში ძალიან დიდი ძალა იპოვოთ და ამის მიღმა რამხელა სიძლიერეც დგას, ეს აღმოაჩინოთ საკუთარ თავს. მე პირადად შემიძლია რომ ამაში დაგეხმაროთ, თქვენ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, მომწეროთ პირადად და შევათანხმოთ სესიები და დაგეხმარებით, რომ ამ შეხედულებებისგან, ამ აზრებისგან, ამ წარმოდგენებისგან გათავისუფლდეთ, რაც გაქვთ საკუთარ თავზე, რომ ამან ცხოვრებაში არ შეგიშალოთ ხელი, რომ ეს არ აისახოს თქვენს კარიერაზე, თქვენს წარმატებაზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე, პირად ცხოვრებაზე და უბრალოდ იმ ცრუ წარმოდგენებით არ ვიცხოვროთ, რაც არ არის მართალი და რაც უბრალოდ გაუცნობიერებლად ჩამოყალიბდა ადრეულ ასაკში. არა უშავს ნინო, შეგიძლიათ რომ ჩანაწერს უყუროთ, მოусმინოთ და ასე ვთქვათ, ყველაფერი მოისმინოთ, რასაც ვისაუბრებ. გავაზიაროთ მეგობრებო, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, მეტი ადამიანისთვის იყოს სასარგებლო და ბევრს დაეხმაროს თავისი პასუხების პოვნაში და რა თქმა უნდა ამ ცნობიერების მიღებაში, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი დამოკიდებულებით, გაუცნობიერებლად რა შეტყობინებას გადავცემთ ბავშვებს. რომ ისინი უფრო მეტად ჯანსაღები გაიზარდონ და მათ მიიღონ, ასე ვთქვათ, განუვითარდეთ ის თვითშეფასება, რაც ის ადეკვატური თვითშეფასება, რაც მნიშვნელოვანი არის ბედნიერი, თავისუფალი ცხოვრებისთვის და თუ ჩვენ გვგრძნობთ, რომ გვაქვს დაბალი თვითშეფასება, ესეც გავაცნობიეროთ, როგორ ვიმუშაოთ ამაზე, როგორ გავთავისუფლდეთ იმისთვის, რომ საკუთარი ნამდვილი თავი დავინახოთ და ვიცხოვროთ უფრო ბედნიერებმა, უფრო ძლიერებმა, უფრო რეალიზებულებმა და დავინახოთ საკუთარი ნამდვილი ძალა. ჭირო ინფორმაცია თინაცებად გავიცვალისწინოთ. მშობელი, უღმესი მადლობა. გაიხარეთ, მედეა, დიდი მადლობა. აბა მითხარით თუ გაქვთ კიდე რაიმე შეკითხვები, რაზეც ვისაუბრე, ან შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება, თქვენი აზრი, რა გააცნობიერეთ, რა იყო თქვენთვის საინტერესო, ეს თქვენს დაგეხმარება წერის დროს კიდევ უფრო მეტი გაცნობიერება მოდის ხოლმე და ასევე სხვა ადამიანებსაც დაეხმარებათ კიდევ უფრო მეტი გაცნობიერების მიღებაში. ამიტომ შეგიძლიათ რომ გაცნობიერებებიც გაგვიზიაროთ, ძალიან საინტერესო იქნება. და რა თქმა უნდა გავაზიაროთ ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს სასარგებლო.
ამის სახით ამ ბოლო წლებში. საბედნიეროდ იგი შეგვიძლია რომ გავთავისუფლდეთ და ცუდ შეფასება ყოველთვის შეგვიძლია ავიმაღლოთ. ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა გავხდეთ სხვა ადამიანი ან სხვა ადამიანად გადავიქცეთ. უბრალოდ გავთავისუფლდეთ იმისგან რაც ზედმეტი არის. იმ ზედმეტი შეხედულებებისგან რომ ან არ ვარ საკმარისად მნიშვნელოვანი, ან არ ვარ საკმარისად კარგი, არ ვარ საკმარისად ნიჭიერი, ან სხვები ჩემზე უკეთესები არიან, სხვები უფრო საინტერესოები არიან, ან სხვები უფრო მნიშვნელოვნები არიან ვიდრე მე. აი ესეთი აზრები არ არის მართალი და გვაფერხებს ხოლმე, იმიტომ რომ ამისი გვჯერა. იმიტომ რომ ოდესღაც ადრეულ ასაკში ეს დასკვნები გამოვიტანეთ და დღემდე არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ვარ ამ აზრებით და ამ შეხედულებებით ვცხოვრობთ. ამიტომ ყოველთვის შეგვიძლია ამისგან გავთავისუფლდეთ და ის ვინც ვართ, ის ვინც ვიყავით ამ აზრების და ამ წარმოდგენების ჩამოყალიბებამდე ისევ იმას დაუბრუნდეთ და ასე ვთქვათ, მე ვეძახი ხოლმე შევუერთდეთ საკუთარ ნამდვილ თავს და ასე ვთქვათ, ვიყოთ ის ვინც ვართ. ეს ყოველთვის შესაძლებელი არის. არასდროს არ არის გვიანი რომ აი ამ შეხედულებებისგან გავთავისუფლდეთ და მე ძალიან დიდი სიხარული და ასე ვთქვათ, სიყვარული დაგეხმარებით თქვენს რომ გათავისუფლდეთ ამ წარმოდგენებისგან, რომელიც თქვენ ცხოვრებას ართულებს, იმისთვის რომ უფრო ბედნიერები იყოთ, უფრო თავისუფლები, უფრო ლაღები და იგრძნოთ თავად რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ, რამდენად საჭირო არის ის, რისით ხმათ, რისი გამოხატვაც გინდა თქვენი პიროვნებით. თქვენს მაგათოს ჯერ ვერ იმპოვია. შეგვიძლია ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ლიდერ და დაგეხმარები აი ამ შეხედულებების აღმოჩენაში. შეგვიძლია ხოლმე საკუთარ თავს მოусმინოთ, თვალები დავხუჭოთ და სიჩუმეში უბრალოდ დავსვათ კითხვა, რა მიშლის ხელს, ან რის იმჯერა საკუთარ თავზე, ან როგორი ვარ, ან რა წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. და მოусმინოთ საკუთარ თავს, არ გამოვიოცოთ, უბრალოდ დავხუჭოთ თვალები და ეს პასუხები თავისით ნელ-ნელა მოვა. რამდენადაც ვიქნებით მდგომარეობაში, რამდენადაც მოусმენ საკუთარ თავს, ეს პასუხები თავისით მოვლენ და თავისით ამოვლენ, ასე ვთქვათ, ზედაპირზე და მათი გაცნობიერებაც უკვე ძალიან დაგვეხმარება. ასე ვთქვათ, 50% არის ამის გაცნობიერება. მომდევნო 50% უკვე მისგან გათავისუფლება. და ასე ვთქვათ, თერაპიული პროცესები, რასაც მოიცავს იმის ჩატარება, რომ ეს ძირფესვიანად აღმოვხრათ და ვიყოთ მისგან სრულიად თავისუფლები. მოკლედ მომწერეთ აბა კიდევ თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, რაიმე გაცნობიერება. და გავაზიაროთ ეს ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაგვერთოს და ბევრმა ადამიანმა მოусმინოს ჩანაწერს. ცდილობთ თიამ ხერხს და გესტუმრებით. გაიხარეთ ლიდა. დიდი მადლობა აქტიურობისთვის და ჩართულობისთვის. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის და რა შეტყობინების მოტანაც მინდოდა, ასე ვთქვათ, თქვენთვის. რომ გავაცნობიეროთ, გაუცნობიერებლად, როგორი დამოკიდებულება გვაქვს შვილებთან, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ბავშვებთან, რომ გაუცნობიერებლად მათ არასწორი ინტერპრეტაციები, bis ჩამოყალიბების საშუალება, გაკეთების საშუალება არ მივცეთ, რომ მათ არ იფიქრონ, რომ ისინი არ არიან მნიშვნელოვნები, ან საჭიროები, ან არ არიან საინტერესოები, რომ უბრალოდ ესეთი მცდარი შეხედულებები მათ არ ჩამოუყალიბდეთ და შემდეგ ამ შეხედულებებით მათ არ იცხოვრონ. და რა თქმა უნდა, გაიხარე ხატია, გაიხარეთ თათია და თუ ჩვენ გვაქვს ასეთი შეხედულებები საკუთარ თავზე, გავაცნობიეროთ, რომ ამისგან გათავისუფლება შეგვიძლია. შეგვიძლია როგორც საკუთარი თავის მოსმენით და ამის აღმოჩენით, ასევე პროფესიონალთან მუშაობით, რომ ეს უფრო მეტად მარტივად, უფრო სწრაფად, უფრო ხარისხიან და სიღრმისეულად აღმოვხვრათ და გავთავისუფლდეთ და ასე ვთქვათ, ვიცხოვროთ უფრო ბედნიერებმა, ლაღებმა და უფრო მშვიდებმა და უფრო რეალიზებულებმა. და კი დაგემშვიდობებით, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა, დღევანდელი live chat-ის გაკეთება და შეგხვდებით მომდევნო ჩართვაში. ნახვამდის.